ახალ ეპიზოდს ვიწყებთ. ეს არის წინა ეპიზოდის გაგრძელება, როცა თოვში გავათენეთ, მეორე დღეს ყველაფერი სველი მოგვიწია რომ შეგვეკეცა და ამიტომ ჩვენ აღჭურვილობა სჭირდება გაშრობა. ხო და პირველივე შანსი მოგვეცა თუ არა და დათბა, წამოვედით მრავალწყაროს წყალსაცავზე ვართ ფერად უდაბნოებთან. ეხლა ჯერ ძალიან დიდი მზე არის, მაგრამ იდეალური ამინდი არის სითბოარი და აღჭურვილებას გამოვშლით, გავაშრობთ, ჩვენს კემპინგად შევირგებთ და თან ვიდეოზე ძალიან ბევრი კითხვები გაჩნდა, ძველი და ახალი კარვის შედარება და ბევრი ადამიანი მეკითხებოდა რა აღჭურვილობა არის, იქ ვერ შევძელით, იმიტომ რომ ექსტრემალურ სიტუაციებში ვიღებით. ხო და დღეს იქნება ცოტა ტექნიკური, ცოტა კემპინგი, ცოტა გაშრობა, ყველაფერი ერთად. ოპა, შეკრა კამარა. აი, ესა და. რო გავფრინდეთ. მე ხა წინა ოვნიქს ესეთ ნიეს ძალიან ძლიერ ქარი არ არის, მაგრამ არც ნაკლები არ არის რა, ისე ვერ გააჩერებდი ფეხების გარეშე. ოპა. ამასაც მაგრა აქანავებს. კაი, ჩვენ გვინდა თოკები უეჭველი, როდესენ დავაბა. ცოტა ნიავი ამოვარდა, ნიავი არა კარგი ქარი და მოგვიწია ყველაფრის დაბმა. ეხლა ოთახები უნდა ჩამოუშვათ, იმიტომ რომ სველი არის და თან გვინდა რომ გაშრეს და თან ამას სიმძიმეს უკეთესად შეინარჩუნებს ჩემი აზრით. და მე უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ რა არის ახალი ამ მანქანაში. ეს კუნგი არის ჩემი აზრით ყველაზე ისეთი კარგი. აქ სამაგრები არის გამოწერილი, უნდა დაყენდეს. შინითაც ჩამოსაკიდი არის ყველაფერი, ანუ სპეციალურად გამზადებული არის, რომ პირდაპირ კონდეს ახლოს ის რაღაცები, რაც გჭირდება. ჩვენ გვინდა ხა ოთახი, რომელიც ყველაზე სიღრმეში შევაგდე. ძლიერი ქარი ამოვარდა, აღარ იყო გადაღების დრო. სანამ შევაბავდით, კამარას კრავდა და ცოტა ვიწვალე. წამოვედით და ქარი შხალი, როგორც წინა სეზონზე იყო, აი ყველაფერი იდეალურად იყო და უცბად ქარი შხალი. და ისეთი ქარიანი ამინდი დაგვემთხვა. პროგნოზში არ იყო, მაგრამ რას ვიზავთ? რისთვისაც ვემზადებით? აი ზუსტად მუდმივად თითქმის ყოველ დღე ესეთი ამბავია ისლანდიაში. ხო და კაი ტესტი გამოგვივიდა, აი ამ ყველაფრის გაშლა, რამდენად უძლებს, რამდენად არ გაუძლებს, რისთვის უნდა ვიყოთ მზად და ასე შემდეგ. ხო და ბარემ კარავიც ავხადოთ და თან შეშრება ცოტა. და თან გავიგებთ რა შვება. ოპა. მაგალითად აქეთა ორი ჯოხის დამჭერთან უკვე ოვნინგი ედება. და არის მოსაფიქრებელი როგორ უნდა გადავაკეთოთ ეს ისე რომ ეს მეორეც გამოიჭიმოს. თავარი განსხვავება რაც ამ კარავსა და იმ კარავს შორის არის, ну ის რაც იცით რომ ჩქარა იშლება, ჩქარა იხურება, ოკეი, მაგრამ აი მაგალითად თოლში ის გამოწვევა ქონდა რომ აქ როცა დადო და აქედან ავდიოდით ეს თოვლი გეყრება ზედ. მეორე კარავში ეგ არ იყო, იმიტომ რომ ქვემოდან ადიოდი. არც წვიმა, არც თოვლი, არც ესეთი რაღაცები არ გაწუხებდა. კიდევ რაც მინუსი აქვს არის ის რომ ადამიანის მიმართულება აუცილებლად ერთ მხრიდან არის, ანუ თავი აქედან აქვს. და როცა აქედან ადიხარ, რაღაცა ცოტა ისეთი უხერხული შესასვლელი არის. ეს კი გასწორდება უფრო ახლოს მივა კარავთან, მაგრამ აქედან ასვლა არც ისე კომფორტული არ არის, მით უმეტეს აქედან თოვლი იყრებოდა და პირდაპირ შიგნით ჩადიოდა. აი ეს მინუსები მე მაგალითად ამ კარავს ჩაუთვლი, იმიტომ რომ იქ ეგეთი ამბები არ იყო. ფართობით ის უფრო დიდი იყო, მაგრამ ესაც საკმარისია. ეს უფრო შეკრული არის, იმას ბევრი რადგანაც გადაშლის მექანიზმი იყო. ბევრი რაღაცეები ქონდა, რომელიც მაგალითად ჰაერს ატარებდა მე სიცივეში, ამას არ აქვს ესეთი ამბები. საბოლოო ჯამში ორივეს აქვს მინუსი და პლუსი.
სისწრაფე ძალიან კარგი არის, მაგალითად ეხა ქარი რო არის, აქ უცბად აოლაგდები და იქით გადავალთ და იმ კარვის შემთხვევაში ალაგება ნიშნავდა სრულიად სახში წასვლას, ან სხვა ლოკაციაზე წასვლას. Where the river takes us far away from home. Time to ponder in the fields around me, where there's nothing but the breeze and the great unknown. Leave your worries and your suitcase. All you don't need, nothing but you. So don't throw your hopes down on wishing well. It's your ისე როგორ იქნება, რომ ცეცხლზე არ მოამზადოთ საკვები. მალე მზეც დაიწერს, კაი ფერები იქნება, ქარი ისევ არის, მაგრამ არა უშავს, უნდა შევეჩვიოთ ამ ყველაფერს და მოამზადოთ ნეკნის ატაცურში. ეს იგი ქარმა ისე აგურია, რომ დროც გავიდა ამ ჭიდაობაში და უკვე მზე ჩასვლისკენ მიდის. აი ჩვენ გვაქვს აი ჩვენ გვინდა ნეკნი ცხიმისთვის მაგვაქვს შემოქმედებითაც შეიძლება უფრო, მაგრამ უჩქარება აბა შეგვიძლია დავწიოთ ცოტა უფრო ახლოს ანარეკლიცის ხოლმე, ისეთი ანარეკლიცის ხოლმე და მაინდამაინც ორი დღეა ქარია.
მოგზაურობას არ ჭირდება ძალიან შორს წასვლა. ჩვენ ახლა მრავალ წყაროს წყალსაცავზე ვართ და ეს ძალიან ახლოს არის რუსთავთან და თბილისთანაც. ისეთი რაღაცა, რაც ადამიანის შექმნილი არ არის, ჩემ თვალს და ზოგადად ადამიანის ბუნებას აწყნარებს. ხო და ყველა შეუძლია აქ უსწრაფეს დამოსვლა და დასვენება, იმიტომ რომ ეს თვალი მაინც ხედავს ბუნებრივს და არა ადამიანის შექმნილ ბეტონს. უმარტივესად თან კარგი ამინდები არის, ძალიან ლამაზი არის. ხა ჩვენ 2 დღე აქ ვარ და ცოტა ქარმა შეგვაწუხა, მაგრამ ძალიან ლამაზი არის ყველაფერი და ისეთია რა, გაზაფხულს რო უხდება ეგეთი ადგილი. და ამ ისტორიაზე მახსენდება ხოლმე ყოველთვის ის, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე ველური ბუნების გადაღებით ვიყავი დაკავებული და დავდიოდი ამ ჩემი დიდი ლინზით ბუნებაში. ხო და რაც პირველმა განმაცვიფრა მაგ დროს იყო ის, რომ ერთი შეხვედით უსიცოცხლო ადგილებში, აი რომ შეიხედები და არაფერი ისეთი არ არის, ანუ მაქსიმუმ ჩიტები ჭიკჭიკებენ. თურმე ძალიან დიდი სიცოცხლე არის. უბრალოდ შენი მომენტში როცა მიხვედი, ყველა გაირინდა და გემალა, გაშეშდა, შენი ეშინია, მაგრამ რა მომენტში საფაში ჩაჯდებოდი, გამოდიოდნენ მე და ხედავდი თან აი ამ დიდი ლინზით, როგორი სიცოცხლეა შენს მიღმა, ანუ ადამიანის მიღმა. ჩვენ გვაქვს ჩარჩენილი ის, რომ არტო ჩვენ გარშემოტრიალებს ეს სამყარო და რეალურად ჩვენს იქით არის ჩვენთვის უხილავი ცხოვრება და აი ტყეშიც ახლა რამდენი ცხოველი და ფრინველი არსებობს, მაგრამ ჩვენ მას ვერაზოს ვერ დავინახავთ, ну იშვიათ შემთხვევაში. მაგრამ რა მომენტში საფარში ხარ, იქიდან უკვე ხედავ რეალურად თურმე შენს იქით როგორია სამყარო და აი ეს არის ყველაზე ისეთი დიდი ემოციის მომტანი, ну ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. რაც შეეხება აღჭურვილობას. წინა ეპიზოდზე ბევრმა ადამიანმა დააკომენტარა, მე ვისაუბრე უკვე კარვებზე. ამ კითხეს ასევე რამდენი სანტიმეტრი არის სიმაღლეში დახურულ მდგომარეობაში და დაახლოებით 15-17 სანტიმეტრი არის, სიგრძე 2.10 არის თუ სწორედ მახსოვს, საკმაოდ კარგი ხარისხი არის და გამოდგა. ოუნინგი არის 270 პლუსი. ანუ ეს ნიშნავს, რომ წინა კაპოტამდე მიდის გადაფარვა. ну ჩემ შემთხვევაში ძალიან კარგი არის, მაგრამ უნდა გჭირდებოდეს რა, აი ოდნავ დიდი არის და ოდნავ ისეთი, მაგრამ თუ კომფორტი გიყვარს და შრომა არ გეზარება, იმიტომ რომ ну პრინციპში ცოტა მეტი დრო ჭირდება იმასთან მიმართებაში, რაც მქონდა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი არის, ну გუშინდელმა ქარმა ეს კარგად გვაჩვენა. კუნგს რა შეეხება, მე კუნგი ალუმინის მინდოდა და შემთხვევით შეგვეშალა, ну ჩემი შეცდომა იყო და რკინის გამო მიგზავნეს და პრინციპში ბოლოს რო შევხედეთ, რკინა ჯობდა, იმიტომ რომ ბევრი ისეთი დეტალი არის, რომელიც ერთმანეთს უნდა ჩაეხრახნოს, რომ ალუმინის ალბათ უფრო სუსტი იქნებოდა. დაახლოებით 25 კილო იყო სხვაობა, 100 კილო არის რკინის და 75 იყო ალუმინი. ანუ საბოლოო ჯამში რკინა ჯობდა. და როგორ ავაწყეთ აღჭურვილობა, ესე იგი 5 დღე დილნა საღამომდე თან საკმაოდ სიცივეში მე და ირაკლი დავდიოდით ელიავაზე. გარეთ ვიყავით, შრომობდით, ვჭრიდით და 1000 რაღაცას ვაკეთებდით. ესე იგი, აი ეს კადრები, აი თან ბოლო შედეგი რომ მივიღეთ უკვე რომ როგორც იქნა შევძელით, ბევრი გამოწვევა ქონდა. მესამე დღე არის და ჯერ კიდევ საქმეა. ამის პირველი საათია. არ სრულდება პრობლემები, მაგრამ მაინც არავი დავადგით. Voila. დადგა ჟავი. თქვენ არიცით რამდენი ვიწვალეთ და ჩვენი ბრენდის კარავი გვაქვს. დღე მე-5 ისევ ელიავაზე დავდივარ. დღე უკვე მე რამდენი არ ვიცით. ორნინგის დაკიდება მიმდინარეობს. შუა წერეთელზე. ავეწყეთ. ძალიან მაგარია. ძალიან კაია. ამაშვილობაში და სიკეთეში. მადლობა. სულ სიხარულში. სულ გახარებაში და სულ სიკეთეში. მადლობა. ბევრი რაღაცა გაუთვლელად გამოგვივიდა, ანუ კუნგს დაჭირდა ხიდები როზეთ, კარავი დაგომაგრებინა. ეხაც შესაძლებელი არის მე მაგალითად ოუნინგი არ მომწონს და უნდა მიუწიო უფრო ახლოს კარავთან. ну თითქმის დეტალები არის ისეთი, რაც ძალიან მარტივად გამოსწორდება. როგორც ამ ეს ეპიზოდში ვთქვი, დიზელი ჩემი აზრით ოვერლენდინგის ან მოგზაურობა კემპინგი თუ გიყვართ, აუცილებლად უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ კარგი რაღაცა არის, შეგიძლია ნებისმიერ ადგილზე დადგა და სადღაც ალბათ 5 ლიტრს მოიხმარს დაახლოებით პლუს მინუს ღამეში და საკმაოდ დიდ სითბოს იძლევა. ასევე ხშირად მეკითხებიან ხოლმე კომენტარებში რა აპარატურით ვიღებთ ჩვენ ვიდეოებს. ეს არის რითაც ახლა ვიღებ Sony A7 IV, ну prime ლინზებით Sony-ს, მაქვს DJI-ს Mavic 3 Pro და FPV დრონები.
ეს არის ესეთი რაღაცა ძირითადი რა აპარატურითაც მე ვიღებ. ასევე უნდა ვთქვა მუსიკასთან მიმართებაში ხშირად არის ხოლმე რომ ზოგი ადამიანი მიწერს რომ აი ქართული რატო არა და რაღაცეები. მინდა გითხრათ მეგობრებო რომ იმ მცირე არჩევანში რაც ქართული არის რომც აირჩეს მუსიკა იმდენად დიდი არის ლიცენზირებული მუსიკის შეძენა ფასი რომ ანუ ამას ალბათ საქართველოში ვერავინ ვერ გადაიხდის. მე მახსოვს არ ვიტყვი რომელი ნაწარმოები იყო, მაგრამ $3,000 გვითხრეს რომ გამოგვეყენები და სხვა შემთხვევაში YouTube-ზე ვერ ატვირთავ არალიცენზირებულ მუსიკას. და მე ვიყენებ პირადად Artlist და ნუ რაღაცა $12-14-20 თვეში გადახდისას ყველა მუსიკა გაქვს ძალიან ბევრი თან ყველა ჟანრში უფასოდ. წერა მუსიკასთან მიმართებაში შენიშვნებს ვერ მივიღებ. ეს ალბათ ვინც ამ კომენტარებს წერს ხოლმე არც იცის რომ ეს არის, მაგრამ ესეთი სამწუხარო რეალობა გვაქვს. ასევე აღჭურვილობა გამოვწერეთ ჩინეთიდან, Alibaba-დან, ნუ რაღაცები ამერიკიდანაც გამოვწერე ოღონდ წინა ჩამოსვლისას, წინა მაგალითად დისკების საბურავები. ეს აღჭურვილობა არის ყველაფერი ჩინეთიდან, Alibaba-დან. საკმაოდ კარგი ფასები აქვს, ჩამოტანაც უკვე აღარ არის რთული, მთავარია კარგი სანდო კომპანია მოძებნოთ. უკვე თუ ვინმე ამას ფიქრობთ, უკვე დრო არის რომ ამ ზაფხულს მზად იყოთ და რა ვიცი. და ერთხელ შევიკრიბებით ყველა კარგად დიდ გაშლილ ადგილზე და გავიცოთ ერთმანეთს. დღეს ეს ეპიზოდი აქ სრულდება. მედია მოგეწონათ და გამგადგებათ ის რჩევები, რაც Overland-ზე გაგიზიარეთ. წინა ვიდეოში მაყურებას ეწერა რომ მოუწოდეო რომ გამოგიწერონო რომ საქმე სწრაფად წავიდესო წინა და აი მოგიწოდეთ, გამოიწოდეთ არხი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და ჩვენი საქმისთვის, ამიტომ გამოწერა ზარისღილაკი და მომავალ ეპიზოდამდე.